პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი პროტესტი მოვხდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხელვა იქნება იმაში, რაც ახლა ორი სიტყვით ვიტყვი. რაც ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, სულ ახლა მოვახერხე, მენახა, რაც მოხდა საზმაოს მაუწყებლობაში დღეს, აი მართლა ინამების გამწარებული ვარ უბრალოდ, როგორც დედა, როგორც მოქალაქე, როგორც პედიატრი, არ ვიცი, შოკში ვარ ხალხო. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შეიძლება იდგეს ამ წაქცევის უკან. კაი, დავუშვათ რაღაცას წამოედო და ისე წაიქცა, თუნდაც იქნებ რა იტკინა ბავშვმა, მოდი აქედან დავიწყოთ. თუ ეს წაქცევა არ იყო და ეს იყო გონების კარგვა, ეს იყო კოლაფსი, რა შეიძლება იდგეს ასევე ამის უკან. რა გულმა მოგცათ, როგორ გააგრძელეთ მაუწყებლობა, ოპერატორი, რომელიც ამას იღებდა, წამყვანები, რომლებიც იყავით სტუდიაში, რა გაგემართათ ადამიანებო, ეს ბავშვები აშკარად უკან დგომი გოგოები ცდილობდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ცდილობდა, რომ დახრილიყო, დახმარებოდა და რომელიღაც თქვენთაგანმა ანიშნა აშკარად, რომ გაეგრძელებინა სიმღერა. გვერდზე მდგომი მამაკაცები ვინაობაც არ მინდა ვიცოდე იმ მომღერლების, რომლებიც ამ ბავშვების გვერდით არც მაინტერესებს უბრალოდ. ჩვენი პრობლემა იცით რაშია? ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ახლა ჩვენ ყველანი დეიდები, ადამიანები, მოქალაქეები, აი მანდ არ ვდგავართ ახლა ტელევიზიასთან და პასუხს არ ვითხოვთ იმ გულდრობისთვის, რასაც უყურეთ ჩვენი თვალით. კატეგორიულად მოვითხოვთ, დაიდოს ახსნა განმარტება, რა მნიშვნელობა იტო ასეთი ამ ორწუთიან სიმღერაში, რომ მისი შეწყვეტა არ შეიძლება და წარმოუდგენელ რაღაცას უყურეთ, ხალხო, შოკში ვართ, რას დაემსგავსეთ, მართლა მაინტერესებს რა. კატეგორიულად მოვითხოვ, გამოგზადდეს თვით ტელევიზიის დირექტორი და გააკეთოს განმარტება, რა მნიშვნელობის იყო ეს სიმღერა ისეთი, რომ ეს კადრი ვერ გაიჭრებოდა, ვერ შეწყდებოდა და არ მოხდებოდა. სამედიცინო გადაცემები გაქვთ ბოლოს და ბოლოს არხზე. ესე დღეს დილიდან აჭრელებულია Facebook-ი, უყურებ კადრებს, ძალიან ბევრი შემხვდა, რომ ტელევიზიაში მიწვეული ყავთ ეთყობა ეს ბავშვთა გუნდი, არ ვიცი რომელია, უკვე გადამეკრა თვალზე ბინდი რომ დავინახე და აღარც მიმიქცევია ყურადღება. სიმღერის დროს ერთ-ერთი ბავშვი რავი, ცუდად გახდება დაეცემა და სიმღერა გრძელდება. არც ერთ უფროს არ აქვს რეაქცია. თვითონ მასწავლებელი, აი მეც ხა უამრავ ბავშვს აქვს ჩემ ხელში გავლილი ხო და დღემდე მაგ საქმეს ვემსახურები, რომ ბავშვებთან მაქვს სულ კონტაქტი, ხო? ჩემი რომელიმე მოსწავლე რომ ეგრე ღმერთო ჯვარისწერია, რომელიმეს რომ მასე დაემართოს, ხო შევძრავ, რა ვიცი, დუნიას. რა გადაცემის ჩაწერა და რამ უნდა დამიდგეს წინ, რომ რეაქცია არ მქონდეს. და არც ბავშვებს რო არ ქონდათ რეაქცია. მეგობარი, გვერდზე მდგომი მეგობარი დაეცა და ბავშვებსაც აღარ ქონდათ რეაქცია. დაზომბებულებმა გააგრძელეს სიმღერა. ღმერთო, რამ გაგაციათ ხალხო ასე? შოკი მაქვს, ჩვეულებრივი შოკი რა. არ ვიცი, ნეტა იმ მასწავლებლის თავში ჩამახედა და გულში რომ თავისი მოსწავლე დგას სცენაზე. რა ვიცი, ჩემი მოსწავლეები რო ქონდა კონცერტი და რამდენჯერ ერთხელ ხო არა და სულ თვალებში უყურებ ბავშვს რომ როგორ იმღერებს, რას გააკეთებს, რანაირად მოიქცევა ყველაფერი და ის რომ რაღაცა ეგეთი შემთხვევის მართლა არ ვიცი, ალბათ მთებს გადავდგავ. ღმერთო შემიშვება. მალადეც მასწავლებელს და მე დანარჩენებს და ნუ ამ ბავშვებზე ძალიან გული მწყდება უბრალოდ ასე ურეაქციოდ სიმღერა გააგრძელეს ჩვეულებრივად. მე იმის შოკი მაქვს ხალხო. ნეტა სადამდე მივალთ და როგორ გაგვეყინება, რა დონეზე უნდა გაგვეყინოს კიდე გული, არ ვიცი. წარმოგიდგენიათ 3 წუთის განმავლობაში ბავშვი უგონოდ იყო, ისე რომ არც იცოდეთ ცოცხალი იყო თუ არა და არც კი შეუმჩნევიათ ეს ფაქტი ისე განაგრძეს სიმღერა. და ეხლა გამოდიან სულელური არგუმენტები და თითქოს გვაჯერებენ, რომ არც დაუნახავთ ეს მომხდარი ფაქტი და ისე ამბობენ, რომ თითქოს უშუალოდ ის ბავშვი იყოს დამნაშავე გულზე რომ მოუვიდა. წარმოდგენაც არ მინდა, რომ იმას ბავშვის ადგილზე ჩემი შვილი ყოფილიყო. წარმოდგენაც არ მინდა, ხალხო, რას ვიზამდი. ხოლოდ ბავშვებს გამოვიყვანდი იქ და ისე გადავწვავდი იქაურობას. ეს უნამუსოები ესენი, წარმოგიდგენიათ რა მოხდა ხალხო დღეს? ეს არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ხوار შეიძლება ჩვენი შვილი იყოს იმ ბავშვის ადგილას.
აი ბოლო ხმაზე ვიყდირებდი და გავაჩერებდი მუსიკას. ჩვეულებრივად ადამიანობა აღარ აქვს ხალხო შერჩენილი. აი ჩვეულებრივად ადამიანობა აღარ გაგაჩნიათ. და კიდე ზოგიერთები რო გამოხტებით, არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი გამომწერი ყავს, ყველამ ამაზე ხმა უნდა ამოიღოთ. ყველამ აბსოლუტურად ამაზე ხმა უნდა ამოიღოთ. მე ამ ბავშვებზე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, მისი მშობლებმა მიხედო ნასწავლო სიყვარული და ყურადღება, რაც მთავარია. მე და მიაკო როსეინოთ ქუჩაში 6 წლის ბავშვი ხვდება ხალხო, რომ ვიღაცა ცუდად არიან დახმარება რო სჭირდება. ბავშვი მეუბნება, რომ ნახე ილიკო ცუდად არის და დავეხმაროთ. 6 წლის ბავშვი მეუბნება. ამიტომ ეს მოდის ყველაფერი ოჯახიდან. ოჯახმა უნდა ჩაუნერგოს ბავშვს სიყვარული, ყურადღება, რაც მთავარია. ეხა გამოხტებიან, გამოვარდებიან, რომ ვაიმე ვერ შევამჩნეთ, გამორიცხულია. ვის როგორ არ უნდა ვერ უნდა შეემჩნიან. ეგ არის სისულელე ხალხო და მაგას ვერავინ ვერ დამაჯერებთ. ძალიან დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია. აქ არის ბავშვზე საუბარი. ღმერთმა დამიფაროს და ვინც მიცნობს, მე ამას არ ვიყენებ ეხა რაღაცა პოლიტიკურად და ვიღაცებს არ ვგავარ და არ ვემსგავსები და არასოდეს არ მქონია ეგ მომენტი, რომ აი ვიღაცას ავყვე რაღაცაში, უბრალოდ ეს არის ჩემი აზრი, ეს არის უსამართლობა და ეს ეხება ბავშვს. და მე ამ ბავშვის მშობლების ადგილზე თავზე დავახურავდი ყველაფერს ჯერ ტელევიზიას და მერე თითოეულ ადამიანს.